მოგესალმებით. თქვენ ბრძანდებით მსჯავრდებული ზაზა გუგავა, ასეა? დიახ. დაბადების თარიღი რომ მითხრათ თუ შეიძლება. 1966 28 სექტემბერი. რომელი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით? საქართველოს. მხოლოდ? დიახ. კი ბატონო ზაზა, თქვენ მოგიწვიეთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე, რომელიც იკვლევს 2003-2012 წლებში მართველი პოლიტიკური ხელისუფლების საქმიანობას, რომ ეს საქმიანობა და იმ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებები შეფასდეს. ეს არის ჩვენი გამოსაკვლევი საკითხი, როგორც ამას უწოდებს საქართველოს პარლამენტი. გესმით? დიახ, მესმის. კი ბატონო, თუ მოხდა ისე რომ ხმა გაწყდა, ხელით მანიშნეთ რომ გავჩერდე. ბატონო ზაზა, ჩემი ვალდებულებაა პირველ რიგში გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ თქვენ ვალდებული ხართ გასცეთ კითხვებს პასუხი. უფრო მეტიც თქვენ ვალდებული ხართ, რომ ამ კითხვებს თავი არ არიდოთ. სალაპარაკო ენაზე რომ იტყვია, მიკიბულ-მოკიბული პასუხები არ მიიღება. ეს პირდაპირ წერია კანონში, რომ თავი არ უნდა არიდოთ პასუხს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ გაქვთ უფლება, რომ შეგნებულად იცრუოთ. ცრუ ახსნა განმარტების მოცემის შემთხვევაში, ისევე როგორც კითხვაზე პასუხის არიდების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 349 და 350 მუხლები და რა თქმა უნდა, ეს თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ. ის რომ ამ ყველაფერს თქვენ ათვიცნობიერებთ და იცით რა რისკის წინაშე იქნებით თუ ამ ყველაფერს არ შეასრულებთ, წინ წესით უნდა გქონდეთ კომისიის მიერ თქვენთვის მოწოდებული საბუთი, რასაც გთხოვთ იმის დასტურად, რომ გაცნობიერებული გაქვთ ეს ვალდებულებები, ხელი მოაწეროთ. დიახ, გავეცადე. მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება. მადლობა. ბატონო ზაზა, გთხოვთ გითხრათ ნებაყოფლობით ერთვებით ჩვენს ხდომას და ნებაყოფლობით არის თუ არა ეს თქვენი ახსნა განმარტება ჩვენს წინაშე მოცემული. დიახ, ნებაყოფლობით არის. მადლობა. ბატონო ზაზა, ვინ არის თქვენთვის და რა შემხებლობა გქონდათ გიორგი უდესიანთან? გიორგი უდესიანი არის ჩემი მეუღლის ძმა. რა შემხებლობა გქონდათ ხოლმე მასთან, სანამ თავისუფლებაზე იყავით და განსაკუთრებით 2003-2012 წლებში? მეუღლის ძმა არის და ოჯახური ურთიერთობა. თუ გქონდათ გიორგი უდესიანთან მის ბიზნეს საქმიანობაში ან სხვა უკანონო საქმიანობაში რაიმე როლი ან ფუნქცია? ბიზნეს საქმიანობაში მქონდა, დიახ. კერძოდ? კერძოდ ზაგესის საბავშვო ტერმინალში, სადაც ერთ-ერთი თანამეწილი მეც ვიყავი მასთან ერთად. მქონდა საქმიანი ურთიერთობა. კიდევ ვინ იყო მეწილე ზაგესის კომპანიაში? რესო კურასბედიანი. სამნი იყავით. სამნი იყავით, ბატონო ზაზა, მხოლოდ? დიახ, სამნი ვიყავით. და სხვა ბიზნეს საქმიანობაში გიორგი უდესიანისა თქვენ მონაწილეობა ან ჩართულობა არ გქონიათ, ამას ამბობთ? არა. არ გქონიათ. სხვა ბიზნეს საქმიანობაში არა. კარგი. მაშინ რას აკეთებდით იმ შეხვედრაზე, სადაც კუსტბის წილების საკითხი განიხილებოდა და ასეთი შეხვედრა იყო არაერთი, სადაც თქვენ იყავით და ამბობთ, რომ ჩართულობა არ მქონიაო. დიახ. მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მონაწილეობდა
როგორც გიორგი, ასევე ჩემი დეიდაშვილი და ვახდი მათ შეხვედრაზე იმისთვის, რომ რაღაც დაძაბული სიტუაცია ქონდათ ერთმანეთში და მათ გარეშე ცდილობდი, რომ რაღაც განმოხტულიყო ეს დაძაბული სიტუაცია. ვის და ვის ქონდა ერთმანეთში დაძაბული სიტუაცია? როგორც უდესიანს ხარძიანთან, ასევე ხარძიანს კურასპედიანთან და ერთმანეთში ერთმანეთში ქონდათ. რომელია ბიზნეს პარტნიორებს ქონდათ ერთმანეთში რაღაც დაძაბული ურთიერთობა. რომელია ამათგან თქვენი დეიდაშვილი? რეზო კურასპედიანი. გასაგებია. ნათესაური კავშირი თუ გაქვთ ბესარიონ ხარძიანთან? არა. გიორგი უდესიანს თუ აქვს ხარძიანთან ნათესაური კავშირი? როგორც ვიცი, არ ამგონია, ვერ გეტყვი, ზუსტად ვერ გეტყვი. ნაცნობობა? მანამ სანამ ბიზნეს მეგობრობა. სანამ ბიზნეს პარტნიორები გახდებოდნენ უდესიანს და ხარძიანს თუ ქონდათ მე ნაცნობობა? ასე ვიცი, მეგობრული ურთიერთობა ქონდა. საიდან მეგობრობდნენ? ვერ გეტყვით, ალბათ ერთი კუთხის წარმომადგენლები არიან, ორივე და ალბათ სავარაუდოდ იქეთ. თქვენც იმ კუთხის წარმომადგენელი ბრძანდებით თუ არა? ბატონო? თქვენც იმავე კუთხის წარმომადგენელი ბრძანდებოდით? დიახ, ქვემოწოდა, ქვემო. კი ბატონო. ბატონო ზაზა, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ კუსტბის წილები ბესარიონ ხარძიანს თქვენი ოჯახის წევრმა გიორგი უდესიანმა ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებაში წამების გზით დაათმობინა. არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. მაშინ ის გითხარით, რა კი ყველა შეხვედრას ესწრებოდით, როგორც თქვენ ბრძანებთ დაძაბულობის განტვირთავი, რა გზით მოხდა ამ წილების დათმობა ბესარიონ ხარძიანის ნების საპირისპიროდ? უარწდები ბესარიონ ხარძიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ მას და სთხოვეს, რომ შეესყიდა ეშვამდგომლა უკრაინელ პარტნიორებთან და ეშვამდგომლა იმისთვის, რომ ის დარჩენილი წილები შეესყიდათ. აი ეს უგეს ვიცი. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ საქართველოში უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს 3 ინსტანციის სასამართლო შედგა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მოცემული გარიგება, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხარძიანები პირიქით იქით თხოვდნენ უდესიანს შეესყიდა წილები, იძულებით გარიგებად დახასიათდა, ეს გარიგება აღარ არის ძალაში და შესაბამისად ვერ მიიჩნევა სწორად ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ თითქოს იქით სთხოვა ვინმე ხარძიანების მხრიდან უდესიანს ამ წილების თავის თავზე გადაფორმება. იცით ამის შესახებ? სასამართლო დავების შესახებ მე არ ვიცი, მაგრამ გაგებული მაქვს, რომ სამი ინსტანცია ისა რა პირცებით გაამართლა ერთის. და ამის შემდეგ კვლავ თქვენს აზრზე რჩებით, რომ იმ შეხვედრების შედეგად, სადაც თქვენ მონაწილეობდით, ხარძიანების ნება იყო, რომ უდესიანისათვის გადაეცათ თავიანთი ქონება? არ ვიცი, ეს კამათში ყველაფერი ხანდახან აირდა-აირევა, ალბათ ნოთია. მე ასეთი შეგრძნება მქონდა. კი ბატონო. იმიტომ რომ მე და დავარყოფთ ამ ყველაფერს, რომ იყო ის რაღაც მომენტი და ეს წილების რეალიზაცია დასჭირდა, იმიტომ რომ ამას ესწრებოდნენ ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ისე რა ქვია. ჩვენი საერთო ახლობელი. ვინ ესწრებოდა გვარები რომ გითხრათ? ხაბულიანი იყო ერთი. ხაბულიანი? ერთი კურასპედიანი. ხაბულიანს რა ერქვა? ხაბულიანს რა ერქვა? ხაბულიანს დემური დიახ. დემურ ხაბულიანი კიდევ? ხაბულიანი, ხახა კურასპედიანი, სოსო ლიპარტელიანი. ხარძიანების მხრიდან ვინ ესწრებოდა, ვიღაცას ხომ უნდა გაეჟღერებინა ის ვითომ და თხოვნა უდესიანისადმი? ხარძიანების მხრიდან იყო ისა, რა ქვია, დემური ხაბულიანი. რა კავშირი აქვს დემურ ხაბულიანს ხარძიანებთან? ვერ გეტყვით, რაღაც ახლობლები, მეგობრები არიან თავს. გასაგებია. გიორგი ხარძიანი თუ ყოფილა რომელიმე მსგავს შეხვედრაზე, სადაც თქვენც ასევე ბრძანდებოდით? გიორგი ხარძიანი
ძმა ბესარიონ ხარძიანისა, ხომ არ გახსენდებათ? ერთხელ მახსოვს თითქოს. თორსტები იყო, კი, ერთხელ თორსტები. სად იყო ეს შეხვედრა, სადაც გიორგი ხარძიანი მონაწილეობდა? სადღაც ოფისში ვიყავით, თორსტები, მგონი თამარაშვილზე. ვისი ოფისი იყო ეს? გიორგის ოფისი იყო. გიორგი უდესიანის, თქვენი დისკმარი, რომელიც თხოვდა ამ დროს ციხეში მყოფ ბესარიონ ხარძიანს დაეთმო კუსტბის წილები, მის ოფისში შედგა შეხვედრა, სადაც თქვენ ბრძანდებოდით და მოვიდა იმ შეხვედრაზე ბესარიონ ხარძიანის ძმა გიორგი ხარძიანი, ასეა? არა, მე შეხვედრაზე არ ყოფილვარ, მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, უბრალოდ ვიცი, შევედი ოფისში, იქ ვნახე და გამოვედი. გასაგები, მონაწილეობა საუბარში არ მიგიღიათ. არა. შეხვედით და გამოხვედით. აი რომ შეხვედით და სანამ უკან გამოხვედით, რა დაინახეთ, რომ გითხრათ? საუბრობდნენ ერთმანეთში. საუბარი იყო, დაძაბული იყო? გამოვედი, ბატონო? დაძაბული იყო ეს საუბარი? არა, არ მიგზნია, არა. აბა თავში რომ ბრძანეთ, რომ მე ყოველთვის მეძახნე, სადაც დაძაბულობა იყო, რომ განტვირთველი ფუნქცია მქონდა. მათ შორის დაძაბულობა არ ყოფილა, დაძაბულობის განმუხტვას მე ვცდილობდი ჩემის იქედან, იმიტომ რომ როგორ ვცდილობდით, რა გააკეთეთ, ან ამ შეხვედრაზე, ან სხვა შეხვედრაზე? იცით, როცა უდესიანი და ეს პროსპედიანი საქართველოში არ იყვნენ, მე მეკონტაქტებოდა ბესარიონ ხარძიანი და ვცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამოგვენახა საშუალება იმისა, რომ სიტუაცია განმუხტულიყო და ეს ბიზნესი რაც დაწყებული ჰქონდათ, მათ რაღაც ეს რომელ წლებში ხდება? წლები არ მახსოვს, რომელი წლები ხდება. თქვენთვის კარგი დრო რო იდგა, ის დრო იყო თუ უფრო 2012 წლის მერე იყო? როდის იყო ეს? არა, 12-ის მერე იყო, რა თქმა უნდა. მერე, უკვე როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და უდესიანმა დატოვა ქვეყანა, თქვენ მის წარმომადგენლად იყავით ხარძიანის პირისპირ. წარმომადგენელი პროსპედიანი იყო და ის ჩამოდიოდა ხოლმე. კარგი. მოდით დაუბრუნდეთ იმ პერიოდს, რომლისთვისაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილები, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. თქვენ ამ დროს ბრძანეთ, რომ უდესიანის ბიზნეს საქმიანობაში მხოლოდ ზაჰესის კომპანიაში ყავით ჩართული და სხვა შეხვედრებზე ხანდახან იყავით როგორც დაძაბულობის განმუხტველი. აი იმ შეხვედრაზე, სადაც გიორგი ხარძიანი ნახეთ, რა ნახეთ კიდევ? რას შეესწარით? არაფერი. იყო სიმშვიდე, ჰარმონია, რო აგვიღწეროთ, ვინ სადიჯდა, როგორ საუბრობდნენ? საუბრობდნენ ერთმანეთში, ოფისში ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? გიორგი ხარძიანი, გიორგი უდესიანი, კიდევ? მე მგონი მარტო იყვნენ და ვერ გავიხსენებ. მარტო იყვნენ თვალწდები. უსტად ვერ ვიტყვი. გიორგი ხარძიანი თუ ნახეთ სალაპარაკოთ? არა, მივესალმე მხოლოდ. ეგ იყო, მეტი არა, მე არ მილაპარაკე იმასთან. მოდით ასე ვთქვათ, მაშინ თქვენ თქვით შევედი და გამოვედი. რამდენ ხანს გაგრძელდა იქ ყოფნა თქვენი ოფისში? ალბათ რამოდენიმე წუთიც არ არა. 5 წუთი, 10 წუთი, 20 წუთი. არა, 5 წუთი არა. შევედი და ალბათ ერთ წუთში ალბათ გამოვედი. ვინმე ხომ არ შეგხვდათ შესვლისას ან უკან გამოსვლისას გზაზე? არა, ვერ გავიხსენებ მაგასე. ვერ გავიხსენებ. არ ამბონია, არა, ვერ ვიტყვი, ზუსტად ვერ ვიტყვი. მაგრამ სხვამ რომ გაგიხსენოთ იქ გნახეო, თქვენ მერე იმ სხვას გაიხსენებთ? არ შესაძლებელია ხო? ხო, მერე შეიძლება გაიხსენოთ, კი ბატონო. ბატონო ზაზა, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი, რომ
ბატონ გიორგი ხარძიანზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც როგორც ამბობენ, თქვენც ბრძანდებოდით. იცით რამე ამის შესახებ? დიახ, ვიცი. აბა რომ მოგვიყვეთ, რა შეხვედრა იყო ეს? ეგ არ ვიცი რა შეხვედრა იყო, უბრალოდ მე გავიგე ამის შესახებ გიორგისგან. თქვენ იქ არ ყოფილხართ ამ დროს? ბატონო? თქვენ ასეთ ამგვარ შეხვედრაზე არ ყოფილხართ? არ ყოფილა. ეს ის შეხვედრა არ არის, სადაც თქვენ შეხვედით და გამოხვედით. ეს ის სხვა შეხვედრაა? არ ვიცი, შეიძლება, იმიტომ რომ მე მაშინ მონაწილეობა არ მიმიღია. კარგი. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ სიტუაციის განტვირთვას ცდილობდით, ოღონდ 2012 წლამდე პერიოდი გვაინტერესებს. კერძოდ რა ნაბიჯებს დგამდით? რა იყო თქვენი ფუნქცია? არა, 2012 წლამდე სიტუაციის განმოხდაც არაფერი სჭირდა, იმიტომ რომ შეუულებრივად მიდიოდნენ როგორც პარტნიორები, ბიზნეს პარტნიორები და ერთმანეთის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მერე დაიძაბა ეს რაღაც არ ვიცი, ალბათ 2 წელიწადში, შეიძლება 13-ში, შეიძლება 14-ში, არ ვიცი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ხარძიანი მაშინ. ანამდე განსამუხტავი არაფერი არ იყო იქ. შეუულებრივი პარტნიორები იყვნენ და ერთმანეთში, არ ვიცი, არ ჰქონდათ მე მგონი არანაირი დახვა. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი ვინ არის ალექსანდრე მუხაძე? ასე არა ვარ. არ ვიცი. არ იცით. როდის გახდა კუსტბის კომპანიაში გიორგი უდესიანი ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი? ვერ გეტყვით, არ მახსოვს წლები, არ მახსოვს. ვერ გავიხსენებ. ალბათ როდის. თავიდანვე იყო თუ შემდეგ გახდა? თავიდანვე იყო თუ არა პარტნიორი ეს? თავიდანვე იყო გიორგი უდესიანი პარტნიორი კუსტბაზე თუ შემდეგ? თავიდანვე არა, თავიდანვე არ იყო. შემდეგ შევიდნენ. აი როგორ შევიდა ეს რომ გითხრათ თქვენ? არ გახსოვთ? არა, არ ვიცი, რაღაც ის ჰქონდა თქო ერთმანეთში მოლაპარაკება ჰქონდა თვალსვდები. უკრაინელებიც იყვნენ ჩამოსულები მან და აი მაგის შემდეგ მოხდა მათი ისა რა ქვია დაპარტნიორება. თქვენთვის თუ არის ცნობილი რომ გიორგი უდესიანის დავალებით გლდანის დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანს სისტემატურად აწამებდნენ და სთხოვდნენ კუსტბის წილების გიორგი უდესიანზე გადაფორმებას? არა, ჩემთვის არ არის ცნობილი. პირველად გესმით ეს ჩემგან დღეს? არა, რა გამიგია, ჭორის დონეზე გამიგია, მაგრამ ჭორის დონეზე გაგიგიათ. და თვლით რომ ეს ჭორია? რა ვიცი. მე ვთვლი რომ ჭორია ნამდვილად. თქვენ თუ იცით სად არის ახლა ბესარიონ ხარძიანი? ბესარიონ ხარძიანი დაღუპულია რომ ესეც ჭორი გონიათ? როგორ გიგადრებით? ეს ჭორი არ გონია. ეს სამწუხარო რეალობა. ბატონო ზაზა, თქვენ უმაღლესი განათლება გაქვთ ალბათ? დიახ. რა პროფესიის ბრძანდებით? ინჟინერ მექანიკოსი. რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ და როდის? აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა. შესაბამისად, თქვენ არ გაგიჭირდებათ შემდეგ კითხვას უპასუხოთ როგორც გონიერმა ადამიანმა. თქვენ თვლით თუ არა რომ ბესარიონ ხარძიანმა და მისმა ოჯახმა იმ დროს, როდესაც ბესარიონ ხარძიანი იმყოფებოდა გლდანის ნომერ მერვე საპატიმროში, შესაძლოა
ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაუთმო თავისი წილები გიორგი უდესიანს. როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით. მათ ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. რა ვიცი, ოჯახური, მეგობრული, რომ მე მაგას ვერ დავუშვებ. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ მათ ესეთი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რომ ეს ციხის კედლებიდან ელაპარაკათ ერთმანეთისთვის და ერთმანეთისთვის რაღაცა წაერთმიათ რა, მე ასე ვფიქრობ. კი ბატონო, მაშინ რით ახსნით იმას, თქვენს ნათქვამს გავიმეორებ, რომ როდესაც ბესარიონ ხარძიანმა თავი დააღწია გლდანის დაწესებულებას 2012 წლის დეკემბერში, მაშინ თქვენ გახდით საჭირო, იმიტომ რომ ციხიდან გამოვიდა თუ არა, უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა. ესე იგი, თქვენს ლოგიკას თუ მივყვებით, ბესარიონ ხარძიანი რო დააკავეს, გადასარევი ურთიერთობები იყო ხარძიანსა და უდესიანს შორის, ეს შესანიშნავი ურთიერთობები გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ხარძიანი იყო გლდანის ციხეში გამოკეტილი და უდესიანი იყო თავისუფლებაზე და ერთჩვენიერ დღეს გამოვიდა ბესარიონ ხარძიანი ციხიდან და აიქ აირია ურთიერთობები. რით ახსნით? რა მოხდა? არა, მას ხომ ისა რა ქვიან, სატელევიზიო გამოსვლები ჰქონდა და ის ბრალსდებდა ისა გიორგის ამაში მონაწილეობაში ამ ციხის ვითომ წამებასთან არ ვიცი. გიორგი უდესიანს უსაუბრია ამ ეგრეთ წოდებული ცილის წამების შესახებ თქვენთან? ჩვენ ხაზზე ვართ, კომისია ხაზზეა, ველოდებით ჩართვის განახლებას ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ჩვენ ახლა ვისმენთ ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის ბატონი ზაზა გუგავას ახსნა განმარტებას, რომელიც არის გიორგი უდესიანის მეუღლის ძმა და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სხვადასხვა იმ შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ხოლმე გიორგი უდესიანის ბიზნეს სურვილები და სხვადასხვა თემები. როგორც ჩანს, ჩართვის განახლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუ პენიტენციურ დაწესებულებას ვთხოვთ, რომ გვითხრან რამდენად სერიოზულია ხარვეზი, ჩვენ შეგვიძლია მოგვიანებით ჩავრთოთ ისინი და სხვა პირს მოусმინოთ ამასობაში. თუ შევძელით, რასაკვირველია გვირჩევნია, რომ დავასრულოთ. კი ბატონო ზაზა. ესე იგი, რით ახსნით იმას, თქვენ ესე იგი საზოგადოებას რომ ძაფი არ დაეკარგოს აზრის. თქვენ ბრძანეთ, რომ არავითარი ცუდი ურთიერთობა ბესარიონ ხარძიანსა და გიორგი უდესიანს შორის არ ყოფილა, არც ხარძიანის ციხეში მოხვედრამდე და შემდეგ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, როდესაც ხარძიანი იყო გლდანის საპატიმროში. რითი ახსნით იმას? მე არ გამიგია. ხო და მე ამბობთ, რომ გამოვიდა ციხიდან, მე აირია ურთიერთობებიო და რა მოხდა? დაიძაბა რაღაც სიტუაცია, რაღაც ბიზნესიც ვერ წავიდა ისე, მე ისე ბრალსდებდა ამას ამ ციხის ამბებთან დაკავშირებით და ერთისებოთ აი რაზეც თქვენი თქმით ბრალსდებდა ხარძიანი უდესიანს, კერძოდ შეკვეთას წამების და ამ გზით ქონების დათმობაზე საყვედურობდა რბილად რომ ვთქვათ. ამის შესახებ გიორგი უდესიანს თქვენთან უსაუბრია, როგორც უახლოეს ოჯახის წევრთან. არა. რას გეუბნებოდათ, რომ ცილს წამებსო? ჭორი არისო, ჭორები არისო. ესე იგი უსაუბრია თქვენთან და უთქვამს, რომ ჭორიაო.
ეს გადაცემები რომ გადიოდა ხოლმე რა ტელევიზიით, აი იმ გადაცემების თაობაზე ხანდახან ამოკითხავდი ხოლმე რა ხდება რა ამბავია და ეს შეეჭამა. მაშინ რატომ დატოვა ქვეყანა თუ არაფერი არ ქონდა დასამალი? არ ვიცი ვერ გეტყვით. თქვენ სად იმყოფებით ის იცით ალბათ ხომ? დანარჩენი როგორც ჩანს არაფერი არ იცით. დანარჩენი რა არ ვიცი? უკაცრავად ვერ გავიგე. რა კითხვაც არ დავსვით, ირკვევა რომ დიდი არაფერი არ იცით, ანუ ინფორმაციები თითქოს არ გაქვთ. რას ჩადიოდა გიორგი უდესიანი ხარჯიანთან ინფორმაციები რაც მაქვს მას გაწვით ალბათ. ასაგები. რა ინფორმაციასაც მივხვდო, ეს არის სულ. კი ბატონო, მე შეიძლება კიდევ დაგიბრუნდეთ. ახლა კი ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს კომისიის წევრს გადავცემ სიტყვას და ის გააგრძელებს თქვენს გამოკითხვას. გამარჯობათ. როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, ბევრი რამე არ იცით, რაც ჩვენ გავიგეთ დღეს, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ ბესარიონ ხარჯიანს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა მოსთხოვა 5 მილიონის მიტანა. იყო თუ არა ეს თქვენთვის ცნობილი? არ ვიცი, აზიარა ვარ, არ ვიცი. არ იცით. კარგით, თქვენივე საუბრიდან გამომდინარე იძახით, რომ ვითომდაც ბესარიონ ხარჯიანმა სთხოვა გიორგი უდესიანს დახმარება და ამაში ჩართული იყვნენ უკრაინელი ბიზნესმენები, ხო? დიახ. და ეს დახმარება უკრაინული ბიზნესმენები საწავიდნენ მე როგორ დაეხმარა უკრაინელი ბიზნესმენები არ ჩანან და წილში გამოჩნდა თვითონ უდესიანი. წილი შეისყიდეს კუსტვაზე. წილი შეისყიდეს კუსტვაზე. და ეგ გასაგებია და აბა რა შუაში იყო გიაუდესიანის წილი? ისი წილი უკაცრავად? უდესიანის წილი რაში იყო? რა შუაში იყო? თუ უკრაინელების იყო, უკრაინელების წარმომადგენელი იყო, და ერთი საერთო ბიზნესი ჰქონდათ მათ უკრაინელებთან. გასაგებია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს წილების გაფორმება როდის მოხდა? ვერ გეტყვით, ვერ გავეცენე. აბა იქნებ შეეცადოთ. წლებს ვერ ვიცენე. იმ დროს ხო არ მოხდა, როდესაც ბესო ციხეში იჯდა? არა, ბატონო ალეკო, მე ახლა რეგულარული კონტაქტები მე ბესოსთან არასდროს არ მქონია, ეს იყო მაშინდელი. არა, ბესოს არ გეკითხებით. მე გეკითხებით წილის გადაფორმება, როდესაც ის სასჯელასრულების დაწესებულებაში მოახვედრეს, მაგ დროს ხდება თუ არა წილის გადაფორმება უდესიანზე? რაღაც ნაწილი მე მგონი მაგ დროს ხდება, დიახ, მეორე ნაწილი თორსები და პირველი ნაწილი მანამდე, სანამ სასჯელასრულებაში იყო. ხო, ამიტომ თქვენ რო იძახით, რომ ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ასე არ ხდება წილების გადაფორმება ციხიდან, ხო? ეს ხო ლოგიკურია? და ბესომ არა, გიორგი უდესიანმა გაიფორმა. ანუ ეს დაძაბულობა მაგის გამო იყო, თქვენ ვარაუდობთ თუ არა ამას, რომ ადამიანი რომელიც სასჯელს იხდის, იმ დროს თხოვს მეორე მისი მეგობარი, რომ შენ ახლა მე უნდა გადმომიფორმო შენი კუთვნილი წინებიდან დათმო ჩემთვის რაღაც პროცენტული რაოდენობა. შეიძლება მაგასაც მოყოლოდა რა ეგო. არა, შეიძლება არა, იცით რა არის. თქვენ თავს არიდებთ ძალიან ბევრ კითხვას. იმიტომ რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვის წევრი უდესიანის. იმ ოფისშიც იყავით ხშირად, სადაც ჰქონდათ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და ამიტომ მე გთხოვდით, რომ მაქსიმალურად თქვენ გიუპასუხოთ ჩვენ კითხვებს. მე მაქსიმალურად პასუხობ. ბატონო ალეკო, ჩაგეჭრებით, მაპატიეთ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პატიმრობის სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი კითხვაზე პასუხის თავიდან არიდების შემთხვევაში.
არ ვიცი, არ მახსოვს. თავიდან არ ვარიდებ, ქალბატონია. არა, გაითვალისწინეთ. იმდენი დრო არის გასული, თან მე პენდენციურ სამსახურში ვზივარ და აქ ადამიანს როგორც ისა აქ მეტყველება დავიწროებული და ისა ისი აქ აზროვნებას, ისი აქ ისა მახსოვრობას მოგეხსენებათ ეგ კარგად და არ ვიცი აბა. რასაც თქვენ კიდე გაგიმართლათ ეხლა როძი ხართ ციხეში და არა საკანში ტელევიზორი გააქვთ? არცია. ბატონო ზაზა, საკანში ტელევიზორი თუ გაქვთ? დიახ. ბატონო ზაზა, საკანში ტელევიზორი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? დიახ. გააქვთ? მაგ. რამდენი ხართ საკანში? მარტო ხართ საკან? 4. არა. 4. რამხელაა ეს საკანი? ალბათ რაღაც 15 კვადრატამდე ალბათ 18-მდე. 15-18 კვადრატულია. თქვენი საწოლი გააქვთ? დიახ. ამ საწოლზე ლეიბი, მატრასი, თეთრეული გააქვთ? დიახ. ნახევრად ღია დაწესებულებაა ხომ ასეა ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულება? ვერ გავიგე, შეკითხვა. ნომერ მე-12 დაწესებულება, სადაც თქვენ ხართ. ნახევრად ღია ტიპის არის ხომ? ნახევრად ღია არის, დიახ. რამდენ საათს ატარებთ ჰაერზე? ალბათ 2-3 საათს. 2-3 საათს. ჰაერზე გარეთ გამოდიხართ 9 საათი ვართ, დიახ. 9 საათი ვართ ისე. ოღია სივრცეში. სივრცეში, ანუ საკანში არ ხართ მთელი დღე. არა. ეს 9 საათი სად ხართ ხოლმე? ძირითადად. ეზოში ხართ, ანუ ჰაერზე ხართ 9 საათი. სხვა პატიმრებთან ერთად. რაც მანდ ბრძანდებით, რაიმე სახდელი ხომ არ შეუფარდებიათ თქვენთვის? ცუდი ქცევისთვის? არა. დღეში რამდენჯერ გაქვთ კვება? სამჯერადი. სამჯერადი კვება გაქვთ. დღეს დილით საუზმე მოასწარით? დიახ. რა იყო საუზმეზე, რომ ჩამომითვალოთ? საუზმე მანის პაპა იყო. მანის პაპა კიდევ? ჩაი. კიდე რაღაცები იყო, მაგრამ მე სხვა თქვენ ეს აიღეთ, არჩევანი მეტი იყო? დიახ. თქვენ შუა დღეზე როდის გაქვთ სადილი? 2-ზე. მიუსწრებთ ზუსტად, თუ კარგად იმუშავებთ, თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ გვინდა რომ მალე გაგიშვათ. რა არის ხოლმე სადილად, რომ ჩამოგვითვალოთ? გუშინ რა იყო სადილად? ეს ლობიო. მარხულობთ? გუშინ ხორცი იყო. დღეს ისადილეთ უკვე, სანამ ჩვენთან მობრძანდებოდით? არა. ჩაშუშული იყო გუშინ. საღამოს რას მიირთმევთ ხოლმე? პური ხო არ გაკლიათ? გვიყვარს საქართველოში პური და მეც მოვიხმართ ფრანგებივით, ვიდრე სხვა ქვეყნები და პური ხო არ გაკლიათ? ან რომელიმე საკვები? არა. საღამოს ვახშამი რას გულისხმობს? აი წვნიანი არის რაღაც თუ ვაჩვდები და ჩაი რა, მე მსურვებად. დღის განმავლობაში რამეს თუ კითხულობთ? ან გაზეთს, ან წიგნს? წიგნებს ვკითხულობდი. საიდან გაქვთ ეს წიგნები? ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკაც გქონიათ. ესე იგი, ბატონო ზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის ხორცის რაციონით. თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ. თქვენ თუ საკანში 18 კვადრატულ მეტრში 4 პატიმარი ხართ ჯამში. თუ 9 საათი ხართ ჰაერზე. ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ.
რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხო არ იცით? ამიტომ მოდით ეხლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი. როდესაც ბატონი ალექსანდრე გეკითხებათ, თქვენ ადასტურებთ, რომ წილები გადაფორმდა მაშინ, როდესაც ადამიანი იყო ციხეში და არა იმ პირობებში, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით. რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? არა. შეუგინებია? არა. დაურტყამს? არა. უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო, ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. ამიტომ გაეცით შეკითხვა დაისვა აქ წევრის მიერ კითხვას გაეცით პასუხი. როდესაც პირს ცემენ, აწამებენ გიორგი უდესიანის დავალებით. ასე ბრძანა ბატონმა ბესო ხარძიანმა უმცროსმა. ასე ამბობს მისი ოჯახის ყველა წევრი. ასე ამბობს არაერთი მოწმე, რომელიც ტელევიზიით გამოდის და საჯაროდ ამის შესახებ საუბრობს. თქვენ თვლით თუ არა უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არ წყურია და არ შია. ღამე ძილში ხელს არავინ არ უშლის და არ აწამებს. თვლით თუ არა, რომ მინიმუმ უცნაურია, რომ ციხეში მყოფი პირი თავის პარტნიორს უთმობს წილებს. უცნაურია თუ ბუნებრივად გეჩვენებათ? ეს გვაინტერესებს. არა, შემთხვევას გააჩნია, კალბულცია. შემთხვევას გააჩნია, მე არ ვიცი ახლა მათ შორის რა მოხდა კონკრეტულად იმ პერიოდში, მე მაგას ვერ გეტყვით. გასაგებია. შესაძლებელია, რომ ბოდის უხდი ბატონ ალეკოს გავაწყვეტინეს სიტყვა. გასაგებია. კარგით, გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ ეს არავის არ ჯერავს და არა მარტო კომისიის წევრებს ჩვენ გვიყურებს სრულიად საზოგადოება. იმის შემდეგ რაც ვიცი რა ინფორმაცია მაქვს, რასაც ვიხსენებ, მაგას ესე რა ქვია, გადმოგცემთ და გაწვით თქვენ. სხვა მეტი არაფერი ვიცი. სხვათა შორის ციხეში როდესაც იხდიდა სასჯელს, იმ დროს ერთ-ერთი ბანკიდან, TBC ბანკიდან სესხიც კი გამოუტანია. ამასაც მაშინ მე მოგცევთ ინფორმაციას, რახან თქვენ არ იძლევთ. არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია. იმის შემდეგ, რაც უდესიანმა დატოვა საქართველო, თქვენ რამდენჯერ გქონდათ კონტაქტი? ვისთან? უდესიანთან? გიორგი უდესიანთან, ხო? დიახ. კვირაში ერთხელ ალბათ. ანუ სისტემატიურ კონტაქტს აგრძელებდით? არა, დღეს როგორ გააგრძელებ, სანამ დაგაკავებდნენ? კი, სანამ დავაკავებდნენ, კი მქონდა. და იცით რომ კარგით, გასაგებია. ბატონი ალუდა ხუდუშაური გთხოვთ. მადლობა. ბატონო ზაზა. დიახ. ჩემი თხოვნა იქნება რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბოთ როგორ მეგონება და გაიხსენოთ ფაქტები და გარკვეული გარემოებები, რომელიც მინდა გითხრათ რომ გარკვეულწილად დადგენილი არის. შესაბამისად არ მგონია რომ თქვენ რაიმე ფორმით ასე ვთქვათ ან სერიოზულად ან თუნდაც სამართლებრივად რო შევხედოთ კარგად წარმოგაჩენთ ის რაც დადგენილი ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით თქვენ ახლა კომისიას ეტყვით რომ არ გახსოვთ. კოსტავას 51-ში რომ გიორგი უდესიანის ოფისი არსებობდა ეს თუ გახსოვთ? ბატონო? კოსტავას ქალაქ თბილისში კოსტავას 51 ნომერში მდებარეობდა გიორგი უდესიანის ოფისი ეს თუ გახსოვთ? კოსტავას 51-ში არ მახსოვს ეგეთი. კოსტავას 51-ში არა.
ეგეთი არ გახსოვთ. არა. გიორგი ოდესიანის ოფისი გახსოვთ და კოსტავოს 51-ში იყო თუ არა, ეს არ გახსოვთ. ბატონო, გამეორეთ შეიძლება. გიორგი ოდესიანის ოფისი გახსოვთ, მაგრამ 51-ში იყო თუ არა, ეს არ გახსოვთ. კოსტავოს 51, აბა ადგილს ვერ ვიხსენებ ეს. 2011 წლის 28 თებერვალს სადაც შეხვედრა შედგა კოსტავოს 51-ში ოფისში, სადაც მონაწილეობდით ამ შეხვედრაზე თქვენ. არ გიშლებათ კოსტავოს 51-ია თუ სხვა რამე არის, მე არ ვიცი, კოსტავოს 51 არ მახსოვს. დიახ, კი ბატონო, ნახეთ, ამ შეხვედრაზე 2011 წლის 28 თებერვალს ესწრებოდით თქვენ, გიორგი უდესიანი და ზურაბ უდესიანი. ამ შეხვედრაზე მოვიდა გიორგი ხარძიანი, ბესო ხარძიანის ძმა, სადაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით. გულისხმობ ყველა ჯამში, მათ შორის თქვენც. რატომ გაუსწორდით ფიზიკურად? რა იყო ამის მიზეზი? ფიზიკურ ანგარიშსწორებას საერთოდ აპილი არ ქონია ბატონო და მე მოგახსენეთ, ალბათიასაც მოვახსენე, მე ამ შეხვედრაზე შევედი, გამოვედი. იმ შეხვედრაზე მხოლოდ გიორგი უდესიანი და გია ხარძიანი იყვნენ და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით მე ვერაფერს მოვახსენე. ანუ თქვენ ასეთ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავთ? ია. ჩემი მონაწილეობით მე გამოვიცხავ რა თქმა უნდა. თქვენი მონაწილეობით გამორიცხავთ, თორე ზოგადად ისე რა ვიცი, გამორიცხვა. სამინახავს ვერაფერს ვერ მეთქვით. რატომ უსმენდით უკანონოდ და ვისი მეშვეობით ხდებოდა სატელეფონო მოსმენაზე მაქვს საუბარი, მათ შორის გიორგი ხარძიანის. როგორ იცით თქვენ? ნახეთ, ბატონზას, ნახეთ, თქვენ ხო, თქვენ თავშივე ბრძანეთ. ასევე დადგენილი ფაქტი არის, რომ თქვენ და ყველასთვის ცნობილი არის ეს ფაქტი, რომ თქვენ უშუალოდ იყავით ჩართული და მე შეგახსენებთ აქვე, იმიტომ რომ მოგეცით საშუალება, რომ თქვენ ეს ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სერიოზულად მოკიდებოდით, მაგრამ ნახეთ, თქვენ ჩემი კოლეგის კითხვაზე ბრძანეთ, რომ მე სისტემატური კონტაქტი არ მქონია ბატონ ხარძიანთან, ბესო ხარძიანი იგულისხმით. მაგრამ ის რომ კონტაქტი ქონდათ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს თქვენ დაადასტურეთ ფაქტობრივად. ამიტომ ახლა მე გეკითხებით, რომ კონტაქტი მქონდა. დიახ. ხო და ამიტომ გეკითხებით. როდესაც გიორგი ხარძიანს, ბესო ხარძიანის მას, გიორგი უდესიანმა მოასმენინა მისი საუბარი, რომელიც არის უკანონო საუბარი, უკანონო მიყურადების შედეგად, ტელეფონზე არის საუბარი, სატელეფონო საუბარი. თქვენ ხო ალბათ გესმით ზასწრული ადამიანი ბრძანდებით, რომ ამას სჭირდება სპეციალური კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, სასამართლოს განჩინება და ასე შემდეგ, მთელი რიგი საკითხები. როდესაც ეს ფიზიკური პირის მეშვეობით ხდება და ამ უკანონო ფაქტს აქვს ადგილი. რატომ უსმენდით? ან ვისი მეშვეობით უსმენდით? ასეთ ფაქტს ხომ მქონდა ადგილი მის ოფისში და ეს ხომ იცით თქვენ? მე არავის არ უსმენდი და არც არა, თქვენ არ უსმენდით. არა, ნახეთ, თქვენ უშუალოდ არ უსმენდით. ის შესახებ მქონდა არანაირი ინფორმაცია. არა, უშუალოდ თქვენ პირადად თქვენ კი არ უსმენდით, მაგრამ ეს ჩანაწერი ხომ განახორციელეთ. თქვენი ინტერესით ხო განხორციელდა, გულისხმობ ბატონი უდესიანის ინტერესით. საერთოდ პირველად გესმით ეხლა ჩემს მხრიდან პირველად გესმით ეს ბატონზაზა? ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურადღებით მომისმინეთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ახლა პირველად იგებთ ჩემის მხრიდან? დიახ. აქამდე არც კითხვა ვინმეს დაუსვათ არ იცით. არც ფიზიკურ ძალადობაზე გსმენიათ, რაიმე სახის
გიორგი ხარზიანთან მიმართებაში არც უკანონო ჩანაწერი რო აჩვენეთ მის ოფისში, უდესიანის ოფისში გიორგი ხარზიანს არც ეს ფაქტის შესახებ აქამდე არის არაფერი, ასევე ბესო ხარზიანთან მიმართებაში მთელ რიგ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არც ეს ფაქტები იცით. ზოგადად გავიგე. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი არ ვიცი. კარგით. რა კავშირი ქონდა მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან გიორგი უდესიანს? მაგალითად ზურაბ ადეიშვილთან. ხო იცნობდა ძალიან კარგად. მიხეილ სააკაშვილთან ვერ მოგახსენებთ ვერაფერს ამის შესახებ არ იცნობდა? ახლა თბილისი პატარა არის და შეიძლება ვიღაცას იცნობდა, მაგრამ მე შესახებ ნამდვილად არაფერი არ ვიცი რა ვთქვი. ყურადღებით მინდა რომ მომისმინოთ და კითხვას კონკრეტულად უპასუხოთ. თბილისი პატარა არის შეიძლება, მაგრამ არც თუ ისე პატარა არის, რომ აი მე მაგალითად საერთოდ არ ვიცნობ ზურაბ ადეიშვილს ან სააკაშვილს ჯვარიმწერია. მაგრამ თბილისში ვცხოვრობ, ხო? და ბევრი რა ვიცი, ძალიან ბევრი. და რაღა მაინც და მაინც გიორგი უდესიანისთვის აღმოჩნდა პატარა. აი თუ თბილისი პატარა და ყველას იცნობს, თქვენ პირადად იცნობთ სააკაშვილს ან მაგალითად ზურაბ ადეიშვილს? ნაცნობობა ახლა ისეთი თემა არის, შეიძლება სადღაც შევხვდე და მე რაღაც მისარმება გააგზავნო და რაღაც ეგეთი რაღაცა შეიძლება თქვენ პირადად იცნობთ თუ არ იცნობთ თქვენ პირადად? ისე რომ ახლა მე გიორგი უდესიანის საახლობო ვინყავდა, ეგ ნამდვილად არ ვიცი ჩემ. თქვენ პირადად თუ იცნობთ, თქვენ პირადად თუ იცნობთ? ვის? აი მაგალითად სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის. არ ვიცნობ. მის ოფისში ხო, ანუ თქვენთვის დიდი არის თბილისი, ესე იგი და გიორგი უდესიანისთვის პატარა იყო და ყველას იცნობდა. გავიგე. ახლა ის მითხარით, მის ოფისში ხო ხშირად ბრძანდებოდით თქვენ? არც თუ ხშირად. ანუ იმასაც უარყოფთ, რომ გიორგი უდესიანის ოფისში თქვენ როდესაც ბრძანდებოდით? შეიძლება კვირაში ერთხელ, შეიძლება ორ კვირაში ერთხელ. კეთი. გავიგე. ოფისში შეიძლება მისულიყავი. გავიგე. სატელეფონო კავშირით იყო რა ქვია. გავიგე. გასაგებია. ახლა შემდეგი კითხვა. თქვენ როდესაც მის ოფისში ბრძანდებოდით, აი როდესაც მიდიოდით. გინახავთ თუ არა სხვადასხვა თანამდებობის პირები? მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები ან რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ან პროკურატურის ან სხვა ნებისმიერი. გინახავთ თუ არა? მის ოფისში. ბატონო? ვერ ვიცნობ, არ მინახავს არავინ ეგეთი. რომ დავამახსოვდებოდა აუცილებლად ალბათ. გავიგე. ერთი კითხვას და თუ შეიძლება თქვენის მეშვეობით თუ დაუშვათ თქვენ კი ბატონო არ გინახავთ უშუალოდ არაფერი არაფერი შემსწრი არ ახართ თქვენი განცხადებით, თუმცა სხვა ზმეტყველებს, სხვა გარემოებები ეს ცალკე შეფასების საკითხი არის. აი რით ახსნით? რასაც გავიგე. რაც ვიცი, იმ ინფორმაციას გაზრდით. გავიგე. ის რომ გიორგი უდესიანი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით, ხელშეუხებლობით. ეს ხომ იცით? და რის ხარჯზე ხდებოდა ეს? და თუ ეს ასე არ არის? ახლა ესეც რომ უარყოთ, აი ჩავთვლი რომ დავასრულებ, მომისმინეთ, დავასრულებ. ახლა ესეც თქვენ უარყავით. ჩავთვლი რას თქვენ წეღან ბრძანეთ რომ მან წიგნებს კითხულობთ. ჩავთვლი რომ არ ვიცი, თხადაგიგოც არ აგაქვთ, მან წაკითხული მართლა მან და არა მარტო ცხოვრებაშიც. აი ახლა მომისმინეთ კარგად. თუ ეს ყველაფერი ასე არ არის და არ სარგებლობდა არც პრივილეგიებით, არც ხელშეუხებლობით, არც გარკვეული მაღალი თანამდებობის პირების ხარდაჭერით და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს თქვენთვის თუ ამასაც უარყოფთ, მაშინ გეკითხებით რა განსაკუთრებული, არ ვიცი, ბუნებაში რა განსაკუთრებული დღე გათენდა
გიორგი უდესიანისთვის 2 ოქტომბერი 2012 წლის რომ გადაწყვიტა რომ ასე პატიოსანმა წესიერმა ადამიანმა რაღაცნაირად ესეთი ღრუბლიანი თუ არ ვიცი ნახევრად ღრუბლიანი დღე გათენდა და გადაწყვიტა რომ საქართველოსდან უნდა წავიდეს. აი რამ განაპირობა ეს? აი ეს ახსენით ეხლა არის დასწრული ადამიანის ბრძანდებით და ყოველგვარი განათლებაც არა აქვს ამის საჭირო. თუ თქვენ ზოგადად პატივს სცემთ კანონმდებლობას, კომისიას, ქვეყანას და სამართლიანობას და თუ სხვაგვარი პასუხი იქნება, ჩემი პირადად შეფასება იქნება, რომ თქვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ, ეს რომელსაც ამ შეფასებას მე ცალკე დავიტოვებ და ამას ავსახავ კიდევაც. მადლობა. აბა გისმენთ. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და პატივცემ მის ყველა სტრუქტურას, ბატონო ალუდა, ეს რომ იცოდეთ. და ამ ქვეყნისთვის სისხლიც მაქვს დაღვრილი. და ის რომ ჩემი მეუღლის ძმა თავის რომელსაც თავისი ოჯახი გააჩნია და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს და იმაზე მე უნდა ვიყო საქმის კურსში აუცილებლად და თქვენ ამ რომ ხელშეუხებლობა ქონდა თუმე მას და რაღაცა მე ამის შესახებ საიდან უნდა ვიცოდე ან საიდან უნდა მცოდნოდა ყველას თავისი ოჯახია ყველას თავის გადაწყვეტილებაა და რა ხელშეუხებლობაზე ლაპარაკობთ მე არ ვიცი აი ვერ გეუბნები რატომ წავიდა აი მაშინ აი მარტივად მიპასუხეთ აი ამ კითხვაზე რატომ გადაწყვიტა რომ 2 ოქტომბერი არის 2012 წლის 2 ოქტომბერი არის დაუშვათ განსხვავებული 2009 წლის 2 ოქტომბრის აი რატომ გადაწყვიტა არ ვიცი პოლიტიკური მიზნებისგან ალბათ ეხო ბატონო თანამდებობის პირი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში და ალბათ პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ამას სარჩულად აბა სხვა რა იქნებოდა სხვა არ ვიცი კარგი ბადნო ზაზა პოლიტიკური თანამდებობის რა პირი იყო ესეც ჩაგვიზუსტეთ კარგად და მერე ბატონი პაატა გააგრძელებს გიორგი უდესიანი იყო პოლიტიკური თანამდებობის პერიოდა რას გულისხმობთ პოლიტიკური ხო რა შეიძლება თანამდებობის პირი მერიაში იყო რაღაც რომელიღაცა სამსახურის უფროსი იყო მერიაში სპორტთან ხო არ ქონდა შეხება დიახ სპორტის იყო მე მგონი დიახ გასაგებია ბატონო პაატა სალია ბატონო ზაზა გამარჯობა. თქვენ მზანეთ რომ ზაჰესში ქურასპედიანთან და უდესიანთან ერთად იყავით მეწილე. როდიდან გაქვთ ეს ურთიერთობა და რამდენი როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა უდესიანთან? 2000 წლები მე რა წლებს ვერ ვიხსენე. როდის დაქორწინდით არ გახსოვს თუ თქვენი დაქორწინდი 2002 წელს. მანამდე იცნობდით უდესიანს? არა. კი ბატონო. ამ კომპანიაში ერთად როგორ აღმოჩნდით ზაჰესის? კომპანიაში აღმოჩნდით 2003-ში თუ 4-ში ალბათ. ანუ მალევე რას დაქორწინდით და დანათესავდით ასე თქვა. კი ბატონო, სხვა რა ბიზნესები ქონდა ბატონ უდესიანს? არა მე სხვა არ ვიცი არაფერი ამის შესახებ სხვა არაფერი ვიცი მე კუსტვის შესახებ საიდან გაიგეთ კუსტვის შესახებ ჩემმა დეიდაშვილმა მიამბობა თქვენ დეიდაშვილი ვინ არის რომ თქვათ რეზო ქურასპედიანი ზურაბ უდესიანს თუ იცნობთ დიახ სადმე შეხვედრი ხართ ერთად ზურაბ უდესიანს და გიორგი უდესიანს? კი როგორ არა ხშირად. გიორგის ბიზაშვილია. რას წარმოადგენს ზურაბ უდესიანი? ბიზაშვილია მისი ოჯახის. დიახ, მაგრამ რა საქმიანობს, ვინ არის? არ ვიცი ვეგები ხაზი არა ვარ. არ ვიცი. ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს როგორც აღნიშნეთ? არა, არც ხშირად. ოფისში შეხვედრა თუ გახსოვთ ზურაბ უდესიანთან ერთად?
რამოდენიმეჯერ ალბათ რა ვიცი შეიძლება კი იქნებოდა ხარჯიანი ცხოვარ ესწრებოდა მაგ შეხვედრას არა კი ბატონო ესე იგი კუსტვასთან დაკავშირებით მაინტერესებს აი თქვენ არ გითქვამთ ზუსტად რა ვითარებაში როგორ მოხდა უდესიანის მიერ ამ წილის შეძენა მე არ ვსაუბრობ ციხეში ყოფნის პერიოდზე წინა პერიოდზე ვსაუბრობ როდესაც კომპანიის წილი შეიძინეს არ ვიცი მე მაგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს რა ინფორმაციაც მქონდა ეგ მოგვაწოდეთ ნამდვილად არ ვიცი ახლა ეს ერთმანეთში ჰქონდათ მათ უკრაინელებს რო ახსენებთ მე რაშუაში ვარ და საიდან შეიძლება მწოდნოდა ყველაფერი დეტალურად არ ვიცოდი ნამდვილად უკრაინელებს რო ახსენებდით ეს რა პერიოდში იყო უკრაინელების მიერ წილის შეძენა ნუ სადღაც 2006-ში თუ 2007-ში შეიძლება 2000 ხო მაგაზე გეკითხებით ანუ პირველად რომ მოხდა უკრაინელების მიერ წილის შეძენა მაგ ტრანზაქციასთან დაკავშირებით რა იცით რატო იყიდეს უკრაინელებმა რა იყო ამის მიზეზი ხო არ იცით ხარჯიანი როგორც მე ვიცი ხარჯიანი ყიდა რა ეძებდა ინვესტორს რა ინვესტორებს ეძებდა რომ რაღაც განვითარება მიეცა მაგისთვის მე ასე ვიცი ჩემი დეიდაშვილისგან მე ასე ვიცი და მე ჩამოსულები იყვნენ ეგენ ის არაფერს უკრაინელები ნახეს ზევით ბაათორიელის კავლობა და გადაწყვიტეს დანარჩენი ხვიცია ჩადეს ფული რაღაც თანხა იცით რა იცით ამის შესახებ ჩადეს თანხა რაში ჩადეს თანხა ხო არ იცით დიახ ეს მოსტები რამოდენიმე მილიონი ამერიკული დოლარი ჩადეს ზუსტად არ ვიცი არ მახსოვს კარგით 2006 წლის მოვლენები გახსოვთ წილის შესყიდვასთან დაკავშირებით მეტნაკლები სიზუსტით და 2011-ის წილის შეძენის ისტორია როგორ იცით თქვენ მე გავიგე რომ მთლიანად გადმოფორმდა მე ეგ წილები ოჯახის თხოვნით მე ესე გავიგე ოჯახის თხოვნა რას ნიშნავს რა ამ თხოვნის სანაცვლოდ რა მიიღო რა მიიღო ამ თხოვნის სანაცვლოდ რა მიიღო ოჯახმა რატო ითხოვდა ოჯახი თანხას მიიღებდა ალბათ გადაუხდიდნენ აბა ისე როგორ გადაუხდიდნენ იცით რომ უკრაინელებმა მილიონები ჩადეს როგორც ამბობთ და მეორე შემთხვევაში როდესაც ხო იცოდით რომ ხარჯიანი ციხეში იყო დიახ ციხიდან რისთვის უნდა დაჭირვებოდა ოჯახს ანუ რა ვერ გეტყვით აი არ ვიცი ნამდვილად არ გიკითხავთ გიორგისთვის არ ქონიათ ამაზე საუბარი ოდესიანთან არ მეკითხებოდი ასეთ რაღაცებთან მე ასე თავისი საქმეები მქონდა მე ჩემი ოჯახი მქონდა და ჩემი გეგმები მქონდა და არ ვიცი ასეთ რაღაცებზე გამიშვიათად რომ ველაპარაკო ასაგებია კარგით მე არ მაქვს ხო შეკითხვა გამარჯობათ ბატონ ზაზა მოგესალმებით. გამარჯობათ. თქვენ აღნიშნეთ რომ გიწევდათ დაძაბული სიტუაციების განმუხტვა. ხშირად გიწევდათ მსგავს ან ხშირად ხდებოდა. რამოდენიმე შეხვედრა იყო სულ ასეთი. რამოდენიმე შეხვედრა იყო სულ ასე ალბათ შეიძლება ეს რამოდენიმე შეხვედრა ამ თემას ეხებოდა რომელზედაც და მე ჩემი დეიდაშვილი რეზო კურასპედიანი დავაკავშირე და აი შეხვედრას ვესწრებოდით ალბათ მთიასაც მოუყევი ამის შესახებ. სხვა თემებზე თუ გიწევდათ შეხვედრა რამე დაძაბული სიტუაციების განმუხტვა. ნუ განმუხტულიყო სიტუაცია და რაღაც კომპრომისამდე მისულიყვნენ რომ სხვა თემებთან დაკავშირებით თუ გქონდათ მსგავსი გამოცდილება დაძაბული სიტუაციების განმუხტვაში. რავი ბუნებრივად რაღაც ხანდახან გამომდის ხოლმე რა ვიცი. გასაგები. ამ 2003-დან 12 წლამდე თქვენი ძირითადი საქმიანობა რა იყო? 2003-დან 12-მდე? დიახ. ზაგეში მუშაობდი დირექტორად. საბაჟო ტერმინალში. ბოდიში კიდე ერთხელ? ზაგეში საბაჟო ტერმინალში მუშაობდი დირექტორად. გასაგები.
და ძირითადად ვიმყოფებოდი იქ. გასაგებია, მე მეტი კითხვა აღარ მაქვს, მადლობა. ბატონო ზაზა, ორი კითხვით შეგაწუხებთ. ეხლა ჩვენ მოვისმინეთ თქვენგან თითქოს და 2012 წლამდე არაფერი არ იცით, არაფერი არ გინახავთ, ჭორია ის რომ თურმე ესოხარძიანი აწამეს თქვენი ოჯახის წევრის გიორგი უდესიანის დავალებით და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევით ხომ არ გეშინიათ გიორგი უდესიანის შურის ძიების? აი საიდან მოიტანე კოლონტია რა საბადო? საიდან მოვიტანე ეს მე ვიცი, კითხვას გისვამთ. არა, როგორი. არა. მაშინ თავისუფლად ისაუბრეთ. მოდით ახლა ვნახოთ, როცა ეს ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან კურდღელივით, გიორგი უდესიანზე მაქვს საუბარი. თქვენ დარჩით აქ, ხო? დიახ. რატომ არ წაგიყვანათ თან? რა გითხრათ რატომ უნდა წავსულიყო ქალბატონია? მე ჩემ ქვეყანაში ვარ და მე ჩემ ქვეყნის გულისთვის სისხლი მაქვს დაავლე. სად უნდა წავსულიყო მე? ის რატომ წავიდა, ხო არ იცით? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე საიდან კარგი. მაგრამ რომ წავიდა და თქვენ დაგტოვათ და მოხვდით იქ სადაც ხართ, ამბობთ რომ 2-3 შეხვედრა ჩატარდა. თქვენი მონაწილეობით, სადაც მან გთხოვათ, თქვენივე სიტყვებს ვიმეორებ. გთხოვათ შუამავლობა ხარძიანთან. ეს ხო თქვით, რომ განმეტვირთაო უკვე ციხიდან რომ გამოვიდა ხარძიანიო, დაიძაბა ურთიერთობაო, ამ დროს უდესიანი წასულია ქვეყნიდან და თქვენ გთხოვათ რომ დამეხმარე განმუხტვაშიო, ხო ასე თქვით? არა, უდესიანს არ უთხოვია, ეგ ჩემმა დეიდაშვილმა. რეზო ქურაზბედიანმა გთხოვა. კარგი, ეხლა მივყვეთ ამ ლოგიკას. თქვენ ამის მერე შეხვდით ბესო ხარძიანს და ცდილობთ სიტუაციის განმუხტვას. ხო ასე სწორად გავიგე? აი რა შეხვედრა იყო და შინაარსი რო გითხრათ, ბესომ რა გითხრათ ხარძიანმა, თქვენ რა უპასუხეთ და რა შედეგი მიიღეთ. და მე აღარ გადაგღლით, იმიტომ რომ სულ 6 წუთში ციხეში სადილი დარიგდება და უნდა მიუსწროთ. შეხვედრა უნდა მომზადებულიყო, იმიტომ რომ ის ჩემგან გებულობდა, როდის ჩამოდიოდა ჩემი დეიდაშვილი უკრაინიდან საქართველოში და იმ პერიოდში ვამთხოვდით ამ შეხვედრებს. ამ შეხვედრაზე კიდე მიდიოდა ეს თემა, რომ იყო უკმაყოფილება, ეს რა ქვია, უსტვა არ მუშაობდა ნორმალურად, ფული ჩადებული ჰქონდათ ამ უკრაინელებს, როგორც მე ვიცი, და მიდიოდა ამაზე სულ ისა რა ქვია, დავა და კამათი. რომ ეს თანხა ამდენი ხანია ჩადებულია ამ იმაში ობიექტში არ მუშაობს, აქედან გამოსავალი რა უნდა ყოფილიყო? აქედან გამოსავალს თვითონ ბესო გთავაზობდა. მომეცით მე დრო, მე ნახავ ინვესტორს, ამ თანხას მოვატანებ რაც მაქვს უკრაინელების ვალი და ამით დაიფარება ეს თემა და ამით ამოიწურება კონფლიქტიც. ამაზე თანახმა იყო ჩემი დეიდაშვილი რეზო ქურაზბედიანი. აი ეს იყო სულ. ბესო ხარძიანი არ ითხოვდა ამ შეხვედრების დროს არ გეუბნებოდათ დამიბრუნოს უდესიანმა, რაც ციხეში გადავუფორმეო? ხომ არ იყო ასეთი მოთხოვნა? წილებზე იყო საუბარი, კი, წილებზე იყო საუბარი, მაგრამ აქ უკრაინელები უსვამდნენ, რომ ეს მთლიანად წაიღე, ის წილი კი არა, რომელიც მარტო ციხეში გაიბრუნა, ეს მთლიანად წაიღე, ოღონდ თანხა რაც ჩადებული აქვს უკრაინულ მხარეს, ეს ამაზე თანახმა იყო ის ხარძიანი. წილებს არ ითხოვდა ციხეში რომ გადმოგიფორმე დამიბრუნეო, არ თხოვდა. ითხოვდა შეიძლება რა ვიცი. შეიძლება რას ნიშნავს, თქვენ ხომ იქ იყავით? ალბათია იმდენი დრო არის გასული, მართლა გეუბნებით რა, ადამიანურად შეიძლება რაღაცა არ დაგამახსოვრდეს და შეიძლება რაღაცა გამოგჩეს. მაგრამ ის შინაარსი რო ეს იყო, რაც მე ჩამოვთვალე ახლა, რაც მე ისე გადმოგეცით ახლა ეს იყო, რომ ინვესტორი უნდა მოენახა და რომელზეც თანახმა იყო თვითონ ბესო ხარძიანიც, რომ ამას მე გავაკეთებ, მოუძებნი ინვესტორს, მოვიყვან და თქვენ ვალს დაგიბრუნებთ და ამით დავცილდეთ და ეს იყო ამოსავალი, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, მე ასე ვფიქრობ. ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა. კარგი, ბატონო ზაზა, აღარ მოგაცდენთ სადილის დრო დგება პენიტენციურ დაწესებულებაში, უბრალოდ კითხავთ ბოლოს. ჩვენ შეიძლება თქვენი ნახვა კიდე მოგვიწიოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შეხვედრა გამოგვივა, იმიტომ რომ უდესიანის არაერთ საქმეზე ფიგურირებს თქვენი გვარი და სახელი სამწუხაროდ.
ისიც ქონების ჩამორთმევიც და ძალიან ცუდი საქმეებია სხვებიც არანაკლებ ძიმე. ამიტომ ჩვენ პირველად და ბოლოს ჯერ არ ხვდებით ამ ფორმატში, მაგრამ ამ შეხვედრის ბოლოს გეტყვით, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ ხარძიანების ოჯახის ან საზოგადოების თუ მაინდა-მაინც უფროსი თაობის არა იმ 17 და კიდევ უფრო მცირეწლოვანი ბავშვების ბესოხარძიანის მაშინდელი იმ ასაკში მყოფი შვილების წინაშე რამე თუ გაქვთ სათქმელი ან სინანული ან რაღაცა თბილის სიტყვა ხო არ გინდათ რამე თქვა არა გეკითხებით ხო შეიძლება გქონეთ რამე თბილ სიტყვას რამე ტრაგიკულად დაიღუპა ბესოხარძიანი მე ეს არაერთხელ მithvans მისი ოჯახის წევრებისთვის გული მწყდება ამაზე სამძიმარიც გამომიხატავს და წავიდა ამ ქვეყნიდან ძალიან კარგი ადამიანი მე ასე ვფიქრობ ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან დანარჩენი შვილებს უსურვებ ჯანმრთელობას და ყველაფერს იკეთეს და კარგს ტრაგიკული დაღუპვა როდესაც ავარიაში გარდაიცვლება ადამიანი ის იქნა მოკლული ამიტომ მე გთავაზობთ რომ ეს სიტყვა გამოვიყენოთ ხოლმე ტრაგიკულად იღუპება ადამიანი მაგალითისთვის ავარიაში ღმერთმა გაშოროთ მაგრამ მოდით გამოვიყენოთ სიტყვა მოკლული იქნა რომ მოკლეს ბესოხარძიანი იცით ხომ ამის შესახებ იცით კი ამიტომ ეს არის ტრაგიკული დაღუპვა ეს არის მკვლელობა თბილის სიტყვა ხო არ გემეტებათ იმ პატარა ბავშვებისთვის ვინც ბესოხარძიანს დარჩა ოჯახში ციხეში რო ჩაჯდა გიორგი უდესიანის დახმარებით რამეს ხომ არ ეტყვით თბილ სიტყვებს ციხიდან გას მოყარი ადამიანი ვარ ყველასთვის მემეტება თბილის სიტყვები და რა ვიცი ყველაფერი კარგი მემეტება ყველა ადამიანისთვის რა თქმა კარგი ჩვენ კიდევ შევხვდებით დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც კიდევ შევხვდებით და წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის მადლობთ ნახვამდის